თქმა უნდა, აბსოლუტურად ვეთანხმები თქვენს პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არალეგიტიმური პარლამენტი ამ არალეგიტიმურ რეპრესიულ კანონს, რომელსაც კანონსაც ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ფარატინა ქაღალდია სინამდვილეში ეს, იმიტომ რომ არანაირი ძალა, ყოველ შემთხვევაში ის ძალა, რაც მას უნდა ჰქონდეს და რისთვისაც მას იღებს კობახიძე და ივანიშვილის ტანდემი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ ეს სწორედ კობახიძის ინიციატივა და იდეა იყო, ასე ვფიქრობ. რატომ? იმიტომ რომ ივანიშვილი კატასტროფულად არის გაღიზიანებული იმით, რომ რეალურად ბოლომდე ვერ ჩაახშო, ვერ ამოძირკვა პროტესტი და ვერ დააშინა ადამიანები. მე მგონი წინაზე თქვენთან ვიყავი, არა ბოდიშსვიხთი, თეადეიშვილთან ვიყავი სასამართლოს ხდომის შემდეგ, სადაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისაუბრა შიშზე. და ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პრეზიდენტს ფრანკლინ რუზველტს ციტირებდა, რომელიც ამერიკის დიდი დეპრესიის და ძალიან ისეთი მძიმე პერიოდის დროს ამერიკის ისტორიაში ამბობდა, რომ რისიც უნდა გვეშინოდეს, ეს არის თავად შიში. ზოგადად ავტოკრატიები, ხო, ავტოკრატიული რეჟიმები დგანა სწორედ ამაზე. ეს არის მათი მთავარი გათვლა, რომ იმდენად მოუჭერენ მარწუხებს რეპრესიულ იმდენად შეაშინებენ ადამიანებს, რომ ამით დაიმორჩილებენ, დაიმონებენ და შემდეგ შეძლებენ ქვეყნის ტოტალიტარული მეთოდებით მართვას. ახლა თქვენი წინასწუმარი ლაშა ბუღაძე იყო და მან ძალიან ხატოვნად და ძალიან სწორად აღწერა პარალელები საბჭოთა საქართველოსა და დღევანდელ რუსულ რეჟიმს შორის. რატომ? იმიტომ რომ ყველა ტოტალიტარული რეჟიმი იდგა სწორედ შიშზე და შიშით მართავდა საზოგადოებას. მაგრამ მათ ახლა მაშინ იყო დახვრეტა, ახლა არის დაკავება. მაშინ იყო ძალით ფსიქიატრიული შემოწმება, ახლაც არის ძალით ფსიქიატრიული შემოწმება. მაშინ იყო გარკვეული მხატვრული და ლიტერატურული ნაწარმოებების აკრძალვა, ახლაც არის თეატრებში მსგავსი აკრძალვები და უნივერსიტეტების ვითომ გაერთიანება იმ მიზნით, რომ სინამდვილეში აკადემიური ცხოვრება ამ ქვეყანაში მოსპონ. რატომ? იმიტომ რომ თავისუფალი აზრი და თავისუფლება, როგორც ასეთი, იბადება იმ სივრცეში და იმ წიაღში, სადაც ადამიანები სწავლობენ და მიიღწვიან ცოდნისკენ, განათლებისკენ, ხო? რა თქმა უნდა, თავისუფალი ადამიანი მხოლოდ განათლებული ადამიანი შეიძლება იყოს, რომელსაც გააზრებული აქვს მათ შორის თავისი ისტორიაც, აწმყოც და მომავალიც, ხო? ამ თვალსაზრისით არის ასეთი მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობა და ამიტომ ებრძვიან სწორედ განათლების კერებს რუსკოცები, იმიტომ რომ თვლიან, რომ თუ განათლებას მოაშთობენ, თუ ახალგაზრდებს არ მისცემენ იმის საშუალებას, რომ გაიაზრონ თავიანთი წარსული და შესაბამისად აწმყოც სწორად შეაფასონ და სწორი მოლოდინები და მოთხოვნები ჰქონდეთ მომავლისთვის, რომლისთვისაც იბრძოლებენ, რა თქმა უნდა, ეს არის მათი მთავარი ამბავი და მე ეხლა განსაკუთრებით რატომ კონცენტრებში და რა ვიცი მე ნარკოტიკით მოსპონ თაობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ შეიძლება გკითხავთ, აი ვიცით, ყველანაირ მცდელობას ვხედავ, წეღა ლაშასთან საუბრის დროსაც გავიხსენე, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდით, მართლა ვერ წარმოვიდგენდით, რომ შეიძლებოდა ადამიანი ტროტუარზე დგომის გამო ციხეში გაეშვათ. მაგრამ ეს ყველაფერი მათ ძალიან კარგად იციან, რომ შიში არ მოქმედებს პროტესტის მონაწილეებზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ბოლო პერიოდში ზედიზედ რატომ მიდის ეს დაბომბვა ახალ-ახალი ცვლილებებით მუქარით? მაგალითად, იგივე ბიზნესმენმა რომ ხმა არ უნდა მოიღოს, თუ ამოიღებს შეიძლება ციხეში წავიდეს, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს კრიმინალად გამოცხადებული, ვინც რამე ისეთ სიტყვის, რაც არ აწყობს ქართულ ოცნებას. ერთდროულად დაემთხვა სხვათა შორის დროში აი ეს რეპრესიული ცვლილებები, გადაწყვეტილების ხმამაღლა თქმა ახალი ცვლილებების შესახებ და შეტევა უნივერსიტეტებზე. აი თქვენ რით იხსნით, რატომ ამ ბოლო პერიოდში, ბოლო დღეებში ესეთი დაბომბვა საზოგადოების? იცით რა, ერთი პერიოდი ფიზიკური ძალადობის ეტაპი იყო, ხო? ახსოვს, როდესაც ქიმიური იარაღი გამოიყენეს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, დაგვწამლეს და უამრავი ადამიანი დაასახიჩეს. მერე იყო დაჭერების პერიოდი, როდესაც აი გავეშებული ადამიანებს დაასდევდნენ და სახლებში უვარდებოდნენ, ხო, გახსოვთ?
რა ვიცი, ხანში შესული ექიმი იყო თუ ქალბატონი იყო თუ არ ქონდა მნიშვნელობა, რა სოციუმის თუ ასაკის წარმომადგენელი იყო, აი რაღაცა მართლა გავეშებულები დაძდევდნენ ადამიანებს და იჭერდნენ. ამან არ იმუშავა, ანუ ფიზიკურმა ძალადობამ არ იმუშავა, ქიმიური იარაღით საკუთარი მოქალაქეების დაწამლა მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი დღემდე მკურნალობს და ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვია ამ ქიმიურმა იარაღმა, რომელზეც აუცილებლად მათ პასუხი უნდა მოეთხოვოთ და ამაზე ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა განსაკუთრებით პოლიტიკურმა დემოკრატიულმა ძალებმა და შემდგომ არ ვიცი ამაზეც თუ ვისაუბრებთ, მაგრამ ნებისმიერი კოორდინაცია, ასე ვთქვათ, უპირველეს ყოვლისა ჩემი აზრით ამაზე უნდა შედგეს. ამაზე უნდა შედგეს, რომ ამას მივახციოთ ჩვენ. ანუ ამან არ იმუშავა ფიზიკურმა ძალადობამ და ადამიანების დაწამვლამ არ იმუშავა დაჭერებმა და ახლა ცდილო არ იმუშავა ჯარიმებმა, სხვა შორის მათ შორის, იმიტომ რომ ფინანსური ტერორიც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ხო, განსაკუთრებით ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა კატასტროფულად მაღალია, სიღარიბე კატასტროფულად მაღალია და ნებისმიერი ოჯახისთვის 5,000 ლარიანი ჯარიმა უკიდურესად დიდი ფინანსური ტვირთია, თუ რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილი არ ხარ, რომელსაც ოქროზოდები და მილიონები სახლში ულაგია და კახა კალაძე, რომელიც ავარაუდოდ შემდეგ იყავს რიგში ბიძინა ივანიშვილს დასაჭერად, ხო? ამანაც არ იმუშავა და ეხლა გადავიდნენ აი კიდევ ერთხელ მეორებ რაღაც თავისუფლების ყველაზე საწყისი ფორმის მოშთობაზე. და ეს არის აზროვნების თავისუფლება, ანუ აზრის თავისუფლება. და ამიტომ დაერივნენ ჩემი აზრით ზუსტად უნივერსიტეტებს, რომ ახლა იქ გადაკეტონ, ასე ვთქვათ, სათავეშივე მოკლან თავისუფლად აზროვნების უფლება, შესაძლებლობა და უნარი ამ ქვეყანაში. აი ეს არის რეალურად და ყველა მათ შორის სხვათა შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ამას აფასებენ როგორც საბჭოთა რეფორმას თუ დეფორმა დაარქვეს და მართლა რა თქმა უნდა დეფორმა. როგორ ხდება ოპოზიცია ახალ რეპრესიებს თქვენ თავადვე შეეხეთ თუ მექნებაო საშუალება ამაზე ვისაუბრო და რა საკვირველია მე მქონდა მომზადებული ეს საკითხიც დღევანდელი ჩვენი ინტერვიუსთვის ერთია რა სიგიჟეებს გვთავაზობს პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება და მეორეა რას უპირისპირებს ამას ოპოზიცია რა მდგომარეობაშია დღეს ოპოზიცია თინა რომელსაც ალბათ კიდევ ბევრ ლიდერს დაუჭერენ იმიტომ რომ უკვე ახალი საქმე არის აღძრული ადამიანები ჯერ ციხიდან არ არიან გამოსულები რომ ახალი სისხლის სამართლის საქმეებით ემუქრებიან ისე უკან შებრუნების თაობაზე როგორ ფორმაშია დღეს ოპოზიცია მიდის თუ არა თქვენ შორის რამე კოორდინაცია მუშაობა და როგორ გეგმავთ უახლოეს პერიოდში ოცნების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას გააქვთ რაიმე რეალური გეგმა ინგა, მადლობა ამ კითხვისთვის და მე ვალდებული ვარ, რომ მაყურებელთან, თქვენ არც მომცემდით სხვა რამის საშუალებას ვიყო გულწრფელი და ამიტომ არავის მოტყუებას და არც საკუთარი თავის არ ვაპირებ. თითქოს და ოპოზიცია საუკეთესო ფორმაშია, სამწუხაროდ ეს ასე არ არის და აქ საუბარი არ მაქვს რომელიმე ერთეულ პოლიტიკოსზე ან რომელიმე ერთეულ პარტიაზე. დღეს საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალები არ არიან იმ ფორმაში, რა ფორმაშიც წესით და რიგით უნდა ვიყოთ ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. ამას, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ობიექტური განმაპირობებელი ფაქტორი აქვს, ხო? ეს არის დაჭერები და რეპრესიები, რაც ძალიან მძიმედ მოქმედებს. ახლა ნაციონალური მოძრაობისთვის ეს ერთგვარი რაღაცა ეს გახდა ჩვენთვის უკვე ჩვეული მოდუს ოპერანდი, ასე ვთქვათ, ანუ შევეგუეთ, ამასთან თანაცხოვრება ვისწავლეთ იმ თვალსაზრისით, რომ 2012 წლიდანვე ერთი მეორის მიყოლებით იჭერდნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, ხო? გემდივანი იქნებოდა თუ იმდროინდელი თბილისის მერი თუ ასე შემდეგ და რიგითი წევრები სხვა
საერთაშორისო ინგა, ნუ ვიფიქრებთ იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ უმაღლეს დონეზე იყო ხოლმე დაჭერები. არა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იმ მასშტაბის რეპრესიებს, რასაც დღეს საზოგადოების გაცილებით უფრო ფართო ნაწილი გრძნობს, განიცდიდა 2012 წლიდან. მე მაშინ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ვიყავი და ძალიან მეამაყება ეს და აი ერთი მაგალითი მინდა გითხრათ, იყვნენ ქალები, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და წევრები, რომელთა შვილებს მაშინაც უშვებდნენ 2012-ში, 13-ში, 14-ში სამსახურიდან იმიტომ რომ მაგრამ ხარად იყო მაშინ პარტია. ან რამდენი ფიზიკური ძალადობა გამოგვილია, ან რამდენი დაჭერა გამოგვილია, ხო? ანუ ამას ეხლა რა მდგომარეობაში მთლიანად ოპოზიცია და მათ შორის თქვენი. კი, ამას რატომ ვამბობ? იმიტომ რომ ჩვენ ერთგვარი ხა მედეგობა, ანუ რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი რომ შევეჩვიებს თქვენ და რატომ უნდა შეეჩვიო ასე თუ სამართლობას რომ პოლიტიკური ნიშნი გდევნიან, მაგრამ ერთგვარი რეზისტენტულობა, ერთგვარი მედეგობა, გამძლეობა ვისწავლეთ ამ უსამართლობასთან და ამ რეპრესიებთან 13 წლის მანძილზე. მაგრამ ამას დღეს ემატება ის, რომ სხვა პარტიებიც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ხო? გახარიაზე საერთოდ ლაპარაკი აღარ მიყვარს ხოლმე ოპოზიციურ სპექტრზე, როდესაც საუბრობთ, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ მანამდე თუ ვინმე მას მოიაზრებდა ერთი ადამიანიც კი, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმის დამხობა უნდოდა და მას აძლევდა ხმას, ჩემთვის მოკავშირე იყო ის ადამიანი, ამომრჩეველი, რომელიც მიდიოდა საარჩევნო ყუთთან და არ ხაზავდა 41-ს და ხაზავდა მას, ხო? დღეს ეს ადამიანი ლიკვიდირებულია, ანუ როგორც პოლიტიკური ერთეული, პოლიტიკური მოცემულობა, პოლიტიკური ძალა ლიკვიდირებულია. გახარია, ლელო, ნუ ჩემი აზრით, რა ვიცი, ბევრჯერ მithქვამს და გულისწყრომას ვიმსახურებ ხოლმე შემდგომ ლელოს წევრებისგან, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან ძიმე შეცდომა იქნა დაშვებული, მაშინ, როდესაც მათ გადაწყვიტეს, რომ საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება კი არ მიგვეღო ადგილობრივი თვითმმართველობის ეგრეთ წოდებულ არჩევნებთან დაკავშირებით, არამედ სხვა ტიპის ასპარეზი გადაწყვიტეს, ხო? ახლების 4-ვე ლიდერი ციხეში იყვნენ. ზურა ჯაფარიძე გამოვიდა და მასზე ახლა რაღაც უზარმაზარი მოლოდინების შექმნა. ხა ობიექტურობის ლელოს ორივე ლიდერი ციხეში იყო, კი. ეხლა არ არის, მაგრამ კაცმა არ იცის ყველდაზე რა იქნება მათთან მიმართებით. და ეგ არის ნაციონალურ მოძრაობას რაც კი, ყველას ერთად რომ შესაძლებელი. ნაციონალურ მოძრაობას რაც შეეხება, პრეზიდენტი სააკაშვილი მეხუთე წელია ტყვეობაშია. პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დაჭერილია. ხო, მაგრამ აი ამ ყოფილი საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე დაჭერილი და კიდევ უამრავი ადგილი. ამას ემატება ფინანსები. ამაზეც ახლა ჩემი აზრით, აი მართლა რაღაცნაირად სიმართლის დროა, იცით, ინგა ახლა 13 წელია უკვე მიწევს ეთერშიც ყოფნა, პირისპირ შეხვედრებიც და პოლიტიკური დისკურსი, ასე ვთქვათ, ჩემი ცხოვრების ნაწილია, ხო, მაგრამ ადამიანებმა უნდა ყოველგვარი შელამაზების გარეშე, ჩემი აზრით, უფრო მეტად, უფრო გულწრფელად, უფრო ღიად უნდა ვისაუბროთ ამაზე, იმისთვის რომ გავერთიანდეთ და ერთად მოვძებნოთ შემდგომ გამოსავალი. მიდის მუშაობა კიდევ ერთი რასაც ვიტყოდი, არის გაუქმების პრობლემა, ესაც მონიშნული მქონდა და მნიშვნელოვანია რატომ? იმიტომ რომ აი თუნდაც ნაციონალურ მოძრაობაში, ხო, ინგა, ახლა თქვენ რა თქმა უნდა უმეტეს საერთო ოპოზიციური შეფასებაც გაინტერესებთ ჩემგან, მაგრამ მე რატომ უნდა მივცეთ ჩემ თავს იმის უფლება, რომ სხვა პარტიის მდგომარეობა შევაფასო, ხო? უპირველეს ყოვლისა გულწრფელი ვიქნები მაშინ თუ ჩემ პარტიაზე ვისაუბრებ და თვითკრიტიკული ვიქნები. აი თუნდაც მე მაქვს, ვთქვათ, როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გარკვეული ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ამ რეჟიმის მთავარმა მოწინააღმდეგემ, რომელიც ამ ძიმე ჯვარს და ამ წინააღმდეგობის დროშას, ასე ვთქვათ, ატარებს 13 წელია, იმგვარი გადაჯგუფება მოახდინოს ეხლა, შიგნით მათ შორის შიდა პარტიულად, რომ კიდევ უფრო ეფექტიანად შევძლოთ ჩვენ ამ ბრძოლის გაგრძელება, მაშინ, როდესაც ჩვენი ლიდერთა უმრავლესობა დაჭერილია, მაშინ, როდესაც მეც არ ვიცი, როდის დამიჭერენ, ინგა, იმიტომ რომ იმ საქმეს, რასაც მე ვაკეთებ, 15 წლიანი მუხლი აქვს, ხო? უცხოელისთვის ხელის ჩამორთმევას და ივანიშვილის რეჟიმის სანქციებისთვის მუშაობას, რომელსაც ძალიანაც ეშინია ივანიშვილს და მისი რეჟიმის ჭანჭიკებსაც და ეს დაადასტურა მათ შორის იმან რომ ბატონი რუხაძე გავიდა საერთოდ იმედი და იმიტომ დარწმუნებული ვარ ძალიან ეშინია მასაც ნებით გავიდა ეს საკამათოა მაგრამ ხო ნუ ყოველ შემთხვევაში ვთვლი რომ ის გაუშვეს გაციეს უთხეს რომ ეხლა უკვე დრო დადგა რომ წასულიყო მაგრამ ჩემი აზრით სანქციების მომენტიც იყო მაგრამ რას ვამბობდი რომ ანუ ამ მძიმე მოცემულობაში როდესაც ნაწილი ლიდერების დაჭერილია
ნაწილი შეიძლება ხვალდაზე დაგვიჭირონ, ნაწილი სანქცირებულია ამ მძიმე ფინანსური სანქციებით, როდესაც არანაირი დაფინანსება არ არსებობს და თქვენ ბიზნესები ახსენეთ და ასეთი მძიმე მოცემულობა, მე მგონი ქართულ პოლიტიკაში ფინანსური თვალსაზრისითაც არ ყოფილა, იმიტომ რომ ძალიან შეშინებულია აშკარად რაც საერთოდ გაუქმდა ის დაფინანსება, რასაც მეტი გამბედაობა გამოიჩინონ, იმიტომ რომ აქაც უნდა გავერთიანდეთ, ახლა მუდმივად პოლიტიკური სპექტრის გაერთიანებაზე როა საუბარი. მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე სხვათა შორის საზოგადოებრივ პოლიტიკური ერთიანობა. რატომ? იმიტომ რომ მარტო პოლიტიკურ პარტიებზე, ასე ვთქვათ, ამ პასუხის კი რა თქმა უნდა, ჩვენ მთავარი პასუხისმგებლობა გვაქვს, იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესი ჩვენ უნდა წარმართოთ და საბოლოო ჯამში ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა, მათ შორის ჟურნალისტის, რომელსაც ნამდვილად არ შეაქვს ნაკლები წვლილი ამ რეჟიმის წინააღმდეგობაში, მანაც არჩევანი ისევ პოლიტიკურ პარტიაზე უნდა გააკეთოს, ხო? ანუ მთავარი პასუხისმგებლობა ჩვენზეა, მაგრამ ფართო საზოგადოებრივი ერთიანობა, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველამ თავის წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ახლა თუ ბიზნესმენი, რომელიც გასაგებია, რა თქმა უნდა, გაცნობიერებული აქვს, რომ ღიად მხარდაჭერა, თქვათ, რა შეიძლება გამოიწვიოს და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა ყველა თუ ჩირგვებში ჩაჯდება და არავინ ერთ-ერთს არ გაიღებს იმისთვის, რომ ივანიშვილის რეპრესიულ მანქანაზე ერთი ჭანჭიკი გამოვაძროთ მისი კონტრიბუციით, ხო მე ნუ გაუკვირდებათ და ვაივიში ნუ ექნებათ რომ კიდევ უფრო დამძიმდება მდგომარეობა ამ ქვეყანაში ხო რომ სანქციებიც იქნება და ივანიშვილსაც დაასანქცირებენ და აჩიკო გაჩეჩილაძის სირბილი ლონდონში რომ არ დაასანქციროთ ივანიშვილიო ბრიტანელებთან თორე ჩამოიშლება საქართველოს ეკონომიკაო აღარ უშველით და კი მართლა შეიძლება დაგვიდგეს ეს მოცემულობა რომ ძალიან მნიშვნელოვნად დასუსტეს ჩვენი ეკონომიკა მათ შორის იმიტომ რომ მისი მთავარი არაფორმალური მმართველი დასანქცირდეს სხვადასხვა ქვეყნების და მათ შორის ბრიტანეთის მიერ, ხო? და ამიტომ ანუ ამბობთ რომ ძიმე მდგომარეობაშია ნაციონალური მოძრაობა. ყველა მართლა ოფისის გარეშე დარჩა თქვენი პარტია იმ დღეს მიყვებოდნენ და ეს მართლა არ დამავიწყდეს თქო ვფიქრობდი უნდა ვკითხოთ თქო. ანუ ოფისი გააქვთ ახლა ნაციონალური მოძრაობა. ინგა რომ მიუხედავად იმისა რომ წესდებით ასე ვთქვათ არ ვიცი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სიმართლე გითხრათ განსაკუთრებით ამ კონკრეტულ მომენტში ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისა, მაგრამ ფინანსურ ქონებრივი საკითხები თავმჯდომარეს საერთოდ არ ეხება წესდების მიხედვით ოფისი გაქვთ არა ეს მაინტერესებდა გენერალური მდივნის წესდებაზე არ გეკითხა მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ამ საკითხს შევეხე როგორც არანაციონალური მოძრაობის საჭიროებას, არამედ როგორც დემოკრატიული პოლიტიკური მოძრაობის საჭიროებას და ჩვენი ერთიანი კონტრიბუციის აუცილებლობას სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან. იქნება ეს სამოქალაქო სექტორი, იქნება ეს თუ ჟურნალისტებს გიწევთ ძალიან ბევრ დათმობაზე წასვლა იმისთვის, რომ ამ ბრძოლას არ გაეთიშოთ რა. არ შეეძლო ინგა გრიგოლიას ნებისმიერ სხვა არხზე გაცილებით უფრო კომფორტულად ყოფილიყო და არ ყოფილიყო რეჟიმის კრიტიკოსი დღეს, რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ ყველა ვაკეთებთ იმ არჩევანს იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ეს ბრძოლა და მივიყვანოთ საბოლოო გამარჯვებამდე და ამაში ყველა უნდა ჩაერთოს. ახლა ოფისზე მკითხეთ და ერთ-ერთი იმას გეტყვით, რომ იცით, რომ ის ოფისი, რომელიც ნამდვილად რაღაც სიმბოლო იყო ერთგვარ. არა, იმაზე არ გეკითხებით, ანუ ეხლა გაქვთ არა ოფისი, მათ შორის უბრალოდ იმ დღეს მომიყვნენ და გამო გაიყიდა, თუმცა მას შემდეგ უკვე თითქმის 1 წელი გავიდა, როგორც მახსოვს ეს იყო, როგორც გითხარით, მე არ ვიყავი საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ამ საკითხში ჩართული და ჩართული, მაგრამ მე მგონი 1 წელი გავიდა დაახლოებით. გაქვთ, ანუ ოფისი სხვა კითხვა უნდა დავსვა და ამით მოხდა ეს. კი. გაქვთ ოფისი, კი ბატონო. თინა, აი თქვით რომ მე მხოლოდ ხო ბოლო კითხვა არის ეს ბოლო კითხვა იყოს პროდიუსერ მეუბნება რა მუშაობა მიდის ახლა ოპოზიციაში სტრატეგიის თაობაზე არ ვიცი ბრძოლის თაობაზე რაღაც ჩეხების წერტილებს ვეძებთო ბოლო პერიოდში სულ ამ პასუხებს ვისმენდით ხოლმე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ეხლა როგორ უპირისპირდება ოპოზიცია ოცნებას მთელი ამ რეპრესიული კანონმდებლობით? აქედან მივდივარ მარშზე, რა თქმა უნდა, რომელიც ყოველ შაბათს იმართება და მინდა რომ ყველას მოვუწოდო რომ შემოგვიერთდნენ, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ეს მარში ეს წინააღმდეგობის ამ ფორმის შენარჩუნება ვფიქრობ რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და
ნამდვილად ქეთს ვიხრით თითოეული ადამიანის წინაშე, რომელიც არ იზარებს და არამც თუ ყოველ შაბათს გამოდის ჩვეულ მარშზე, რომელიც 7 საათზე იმართება ფილარმონიიდან პარლამენტამდე, არამედ ყოველ დღე ამაგრებს პარლამენტის ტერიტორიას, რომელიც ისტორიულად ყოველთვის იყო და დღესაც არის წინააღმდეგობის მთავარი ფრონტი და სიმბოლო რეჟიმთან ბრძოლაში. თუმცა მთავარი ამოცანა ჩემი აზრით და ამ თვალსაზრისით ჩემი ხედვები ყველაზე მეტად მე ვიტყოდი დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს შორის და პოლიტიკოსებს შორის ემთხვევა ზურა ჯაფარიძის ხედვებს. რა თქმა უნდა, მდგომარეობს პროტესტის გაფართოვებაში. ინგა, მას აქვს ნათქვამი და გავიმეორებ, რომ თუ პარლამენტიდან ოპერამდე არ არის საკმარისი და ვნახეთ, რომ არ არის საკმარისი, იმიტომ რომ არაერთხელ ჩვენც ყოფილვართ იმ პროტესტზე, რომელიც პარლამენტის შენობიდან ოპერამდე იყო, ხო, ხალხის მოცულობით, მაშინ უნდა ვიყოთ პარლამენტიდან რუსთაველის მეტრომდე. თუ ეს არ არის საკმარისი, მაშინ პარლამენტიდან ვაკის პარკამდე და თუ ეს არ არის საკმარისი, პარლამენტიდან დელისამდე. რატომ? რა წარმოუდგენელია? რა თქმა უნდა, წარმოსადგენია და შესაძლებელია. თუ საქართველოს ყველა მოქალაქე, აი დღეს ახლა ბოლო კვლევებიც მათ შორის სხვა რამე კითხეთ და უნდა დავამრგვალოთ ჩვენი საუბარი, ანუ კვლევებზე არ გეკითხებით. არა, კვლევებზე არ მეკითხებით, უბრალოდ რისი თქმა მინდა. ნახეთ, ინგა თბილისში რუსულ ოცნებას 20%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვს და მთელი ქვეყნის მასშტაბით 30%. ზუსტად, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს ეზიზღება კალაძე და დასაჭერთა რიგში შემდეგ იყავს, მაინც მოუწია მისი დასახელება, იმიტომ რომ ისეთი კატასტროფული რიცხვები ამოსდიოდა თავიანთო კვლევებში, რომ იცოდნენ, რომ იმ 20%-საც ვერ აიღებდნენ, კალაძე რო არ დაეყენებინათ. ანუ კატასტროფული ვითარება აქვთ მათ და შესაბამისად ეს დანარჩენი თბილისელთა 80% აქციაზე რო გამოვიდეს და საპროტესტო იმას შემოუერთდეს, ხა როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ის რეჟიმი გადარჩეს? უბრალოდ მათ სურთ, რომ დაინახონ იმედი და ძალა. და იმ თავარი პრობლემა მე ვიტყოდი ახლა ჩვენი დემოკრატიული პოლიტიკური ძალების არის ეს, რომ ვერ მოვახერხეთ, ვერ ვასხივებთ ამ ძალას. იყო რაღაც მცდელობები, ხო? მათ შორის 4 ოქტომბრის ირგვლივ, რომ ეს ძალა გამოგვესხივებინა და მე მესმის თქვათ იმ ადამიანების მცდელობის, რომლებიც აი ცდილობდნენ, რომ რაღაცნაირად მუხტი აწეულიყო, მობილიზაცია მომხდარიყო, ადამიანებში რწმენა გაჩერინიყო, გამარჯვების, მაგრამ ეს ყველაფერი ყალბი ვერ იქნება, ყალბი არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი რაღაცაზე უნდა ეყრდნობოდეს და ამიტომ ხა როგორც მაკაბოჭორიშვილი და ყაველაშვილი სხვათა შორის ამას არ შევეხეთ და რა ვიცი, მინდოდა ამაზეც რომ გვესაუბრა, ორ ფეხზე ვდგავართო, რომ ამბობს ხოლმე ხან პაპუაშვილი და ხან სხვები, რამდენად გავდნენ ახლა ორ ფეხზე მდგომებს, ბოჭორიშვილი და ყაველაშვილი ასკინკილით ჩავიდნენ, ჩაქანდნენ იტალიაში, იმიტომ რომ ორ მხრივ შეხვედრებზე უარი უთხრეს ამერიკელებმა, იმისთვის რომ ხელის ჩამორთმევის ფოტო გადაეღოთ ოლიმპიადაზე ჩასული ჯეიდი ვენსისთვის, ხო? ამას რო სიყალბე რო არ იყოს, რაღაც პიარსვლა რო არ იყოს, ერთდღიანი პიარ სპექტაკლი რომ არ იყოს, რაღაცაზე ხელმოწერა და იმის დავიწყება და ასე შემდეგ, ნამდვილი ერთიანობა უნდა შედგეს, საზოგადოებრივ პოლიტიკური ერთიანობა უნდა შედგეს, ყველა უნდა ჩაერთოს ამაში და მე ვფიქრობ, რომ საკმარისი ადამიანი ფიქრობს ასე იმისთვის, რომ ეს გამოგვივიდეს. კიდევ ერთხელ მე მაგალითად ზურა ჯაფარიძე ზუსტად ვიცი, რომ ასე ფიქრობს და ნამდვილად მოკავშირეა ამ საკითხში და ბევრი სამოქალაქო ჯგუფები, ახალგაზრდები და ძალიან ბევრი კიდევ სხვა.